მიდიმიდი გადაყარე. აბა რა გეგონა აქ რო გადმოდიო. რო წამოხვალ კარგი წამოაყოლე. მოვიდა დიდი სპორტსმენი რაკენი მისტერ ბენ ჯონსონ დღესაც კუსპაზე ირბინე? ბიჭო რა მაგარი ყოფილა ეს ეთნოგრაფიული მუზეუმი ამდენი სახლია ცარიელი და აღარ ცხოვრობს დათო რა მინდოდა მეკითხა იცი? ახლა გიყურებდი ფანჯრიდან და ძაღლთან ერთად დარბი ხარ? ხო იცი რა მაგარია ირამ იზამი ხო გარბის შენც რითმს არ აგდებ რა დათო რა მინდა იცი გითხრა? სხვის ძაღლთან ერთად რო დარბი ხარ? ხო არ გინდა შენი ძაღლი იყიდო? საკუთარი ძაღლის გასეირნებაში ფულს ვინ მოგცემს ირაგით დათო ზე მაგარი იყო ირა ხო რაღაცის თქმა მინდა შენთვის და არ ვიცი როგორ გითხრა რა მე დედა ისა აი შენ რო ის გარაჟი რა გარაჟი? შენ ის ფილმი გაქვს ნახე გარაჟი რიაზანოვის? ხო ეგა კი რა ნახი მაგ? ეხა დაუკვირდი გარაჟი გარიგება გაქვს ნახე? კი ეხა ნახე გარაჟი გარიგება დიდი კუში მიხვდი კარგი დათო რა კარგი რა ნუ წვალობ რა ვიცი ყველაფერი თამარმა მითხრა ისე ნუ აი არა უშავს პრინციპში კაი ესე იგი ჰეპი ენდი ხო ირა დათო ეგეთი რაღაცა ჩემთვის კი უნდა გეთქვათ რა არ შეიძლება ასე რა კარგი რა ირა რა ეხა შენ მაღაზია არ გაბრასდი რა წილში ხარ იცოდე არ მინდა მე შენი წილი ვა ჯიგარი ხარ აი მთელი ხამე გავათენე ვფიქრობდი ხა ირაკლი წილი რომ მომთხოვს მე რა დამჭება მე ირაკლი კარგი ეგ გავიგე რომ ისინი რეზიდენტები იყვნენ და დღეს დილის 5 საათზე ვინდა გირეკა სანდრო იყო მარიკა მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე ვერ დავიძინეო და ასე სამი დღე რო გავქაჩო გინესის რეკორდების წიგნში სანდრო იყო ხო ჩვენი სანდრო ხო მე დავიჯერე რომ სანდრო იყო შევალახლა აბაზანაში სანდრო იყო დავიჯერე ხო ნიძი მოიცა ალო ხო ჩემო სიხარულო ხო არა ვერ მიხვდა ვერაფერს ვერ მიხვდა ხო იცი აბაზანაშია ახლა ხო გვიან დაგირეკავ საყვარელო კოცნი ნახირა პიჭაკი მივეცინი ვა დათო საიდან აგე იყო ბას სეილ
ეგ მაინც ძვირი ეყირებოდა დათო. ირაკლი მე უკვე იმდენი შემოსავალი მაქვს რომ თავს რაღაცების უფლება მივცე. დათო, ჩემ მობილური არ გინახავს? არა, არ მინახავს, მაგრამ შეგიძლია ჩემი მობილური მოგცე, ჩემი ეს ძველი მობილური მე კიდე მაქვს ახალი. გამომართე. ესეც კარგი მობილურია, რეკავს და რამე. აჰა, კარგი, წავედი. ირაკლი, რა დამოვიწყდა? დეპოზიტი მაქვს შესავსები 25 ლარი მიეცე ერთი და 10 ლარის მინუსებში მაქვს კიდე. დათო. ირაკლი. ხო წამოხვალ შაქარი ამოიტანე. ვერ ამოვიტან მარიკა. რატო? იმიტომ რომ ჩვენ მაღაზიაში ქვემოთ ყველა გამყიდველი ხალია და შენ რო შემოხვიდე უცებ და იქ დამინახო 1000 სისულელეს იფიქრებ. რაღაც დაგებია. აი მე დედა მაიმე. ეს წაიყვანეს ტორონჯაძეებმა თუ ის მოვიყვანეთ ღონტებმა მე ვერ გავიგე. ამ დივანზე წოლაც აღარ შემიწნია. წყალი გათავდა. გათავდებოდა გენაცვალე, წყლის გამაცხელებელი 2 ადამიანზეა გათვალისწინებული. სუგა ტუტუცარა ამ ბიჭმა. შეძრნენ, უკვე შეძრნენ. ამ შავკანიანის არჩევა რა მატრაკვეცობა იყო. ისიც კაი ბებერი იყო. ვაიმე. რა ვქნა ახლა რა დავარქვა? რა მოვიფიქრო რა გადაწყვიტო. მე მგონი პრებედინა კარგი იქნება. უძრავი ქონების სააგენტო შპს პრებედინა. არა ეს განცხადებაც კარგია, ნახე. შეიძინე აგარაკი ნაკვეთიან ცენტრში ბინა, ამაში დაგეხმარება შენ შპს პრებედინა. არა, კარგია, ხო? სად არიან ახლა ისინი ამდენ ხანს? გამოდით ახლა. დილამშვიდობის სათამრი, შევალ წყალს გადავივლებ. ცივია წყალი. 2 ადამიანზეა ეგ გათვალისწინებული და არა 4-ზე. 3-ზე ალბათ. 3-ზე რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და წონის მიხედვით 4-ზე. შენ მოდი აქ. მოდი დაბრძანდი ერთი. მოდი დაჯექი. აი მე. აბა? რა ვქნათ ახლა ჩვენ? რაზე რა ვქნათ? რაზე და ქეთევანს დედაშენთან ცხოვრება არ შეუძლია, ჩემ ქეთინას. ახლა მე აი აქ ფირმა გავხსენი და ესეთი რამე მოვიფიქრე. ის ბინა დაახურდავეთ. თქვენებს უყიდით ერთ ოთახიანს და თქვენც ცალკე იქნებით. ვერა თამარ. ჩემ მშობლებს რა უყვეხა ერთ ოთახიანში ისინი ვერ დაედენ. ქეთევანმა რა უყოს თავის დას. კარგი, თუ ვინმე რამეს იკითხავს, მანამდე ესეთ რამეს ვეუბნებით, რომ იმ თქვენ სახლს ანგრევენ და იმის ადგილზე 2 ბინას გაძლევენ თავისი კომერციული ფართით. გასაგებია? ხო. ქეთევან. აფაზანაში შუქი ვინ გააკეთა? მე გავაკეთე გუში. მართლა. მე ვერ მითხარი, მე სიბნელეში რო დავიბანე. თამარ, რაზე ლაპარაკობდით? რაზე ვლაპარაკობდით, ქეთევან და მე სიმშვიდე მჭირდება. გასაგებია? გაჩუმდი ეხლა. ესე დაიწყო იმ ქალბატონმაც და იმიტომ წამოვედი იქიდან. გაჩუმდი ეხლა არ უნდა მაგას. ალო. ხოთიკა. ხო, არა, ვერ წამოვალ გასაუბრებაზე, ისე კი მინდოდა. ეს ვაჟბატონიც ახლა გადმოვიდა აქ. კარგი, თიკა, კარგი.
თიკა იყო? ხო, იცი რა ქეთევან, კი დავაწყებინებდი ჩემთან მუშაობას, მაგრამ რაღაცა ძალიან გაფანტულია რა, ეგო. მე როცა მოვძლიერდები, რამეს ჩავაბარებ. მართალი ხარ. რაკენი თამრიაბა სახელზე რა გადაწყვიტე? როგორია? ხო. უძრავი ქონების სააგენტო პრებედინა. ძალიან კარგია, ხო? მოგების ნახევარი ჩემია. რატო ვითომ? ჩემი ბებიაც იყო პრებედინა. ერთი აუხსენი რა ვაჟბატონო. ხო არა, ქეთევა, შენ არ გეკეთრ. რატო ეხლა ვერ გავიგე? აბა ბინები უნდა გაყიდოს, ბებია კი არა. გენიოსი ხარს. გენიოსი. გამაგიჟებს ეს ბიჭი რა. ეს ჩემი მაისურები რაღა დუნა. მოვდივარ. ვაიკა, რამამაზი ხარ. გილოცავ გაბედნიერება. აი დიდი მადლობა. სად დაიკარგი, ასე უნდა? რა ვიცი აბა. ახლა ჩამოფრენდი და პირდაპირ აქეთ წამოვედი. რა შვებით როგორ ხართ? იცი შენთან დარეკვა მინდოდა, მაგრამ ტელეფონი არ ვიცოდი. მე ხო ნომერი შევიცვალე რა. არავის დაურეკავს. ой, მართლა, იუზაბიძიამ დამირეკა. საიდან გაიგო ნომერი არ ვიცი. მიდე ხლა მომიყევი ყველაფერი როგორ გაიცანი. ასე უცებ როგორ მოახერხე. თუ იცნობდი და არ გვეუბნები. არა, მარიკა, რას გიმალავდით? იცით თვითფრინავში გავიცანი. ხო. რომ ჩავფრენდით კაფეში დამპატიჟა. მერე კინოში წავედით. მერე მითხრა ერთი ნახვით შემიყვარდიო და ცოლად გამომყევიო. მერე შენ რა უთხარი? რა უნდა მეთქვა დავთანხმდი, ჩემი მაინც რა მიდის. და სადაურია? ჩეხია, პაველი ქვია. ხო, ახლა ჩეხი იქნება, რა გასაკვირია. აქ არავინ დაგრჩა და მარიკა. ყავს დადე? ხო. აუ მარიკა, იცი რა კარგი ადამიანია. იცი, აი ესე კარგია ჩეხს რომ გაყევი. ასე სათითაოდ თუ შევალთ ევროკავშირში, თორე ტელეფონი. ალო? ხო, გოგი. არა, ვირაკის დარჩა ტელეფონი და ხო, გოგი, იცი რა უნდა მეკითხა? რეზიდენტები შენც ყავს? ხო, შენ ბიჭები და ირაკლის გოგოები, ხო? არა, გოგი, რას ვეჭვიანობ, არა, კარგი, ესვა მომიკითხე. კარგი, გოგი, კარგი. რა მარიკა არ ვეჭვიანობო? მოხდა რამე? არ ვიცი, ეკა შეიძლება ვცდები, მაგრამ აი მოცა რამე შეამჩნია ირაკლის? არა, ჯერ ვერაფერი, მაგრამ ისიც არ ვიცი, როგორ უნდა გავიგო. მოიცა ეს ხო ირაკლის ტელეფონი არა? ხო. მე ნახე ვისე კონტაქტება, ვისე მესიჯება. მე არა, ეკა რო გაიგოს ეწყინება. მოიცა რა უნდა გაიგოს, მე მე ვნახავ. მოდი ჯერ მესიჯები ვნახოთ. პური წამოიღე. მე ვარ. ირუ შაბაზანაში კარი ჩამეკეტა. დათოა. ხელფასი თუ აიღე, კარაქი, კარტოფილი და კამა წამოიღე. კამა მე ვარ. ხახვი ამოიტანე, შაქარი არ დაგავიწყდეს, ღმერთო ჩემო, საყვარელი რომ არ ყავდეს ირაკლის გამიკვირდება. მეკა. მოდი მაშ დარეკილები ვნახოთ, გინდა? აი ნახე. დათო, გოგი, ზაზა, ირაკლი, ავთო, არა ისეთი არ არის. იცი რა? აი ესე ქონდა ჩემს პირველ ქმარს. ხო? ქალების სახელის ნაცვლად კაცების სახელები ეწერა. მოიცა თუ მეორეს, არა, მესამეს. არა, რატო მეორეს, თუ მეოთხეს, მეკა. იცი რა, ალფაბეტის მიხედვით ჩამოყევი და ყველა შემოწმე ვინ მინ არის, მიდი. ხო. მაშინ აი ანჩხლი. ეგ არის. ხო, დავრეკო. ალო? ქეთევან, შენ ხარ? ხო, არა, ირაკლის ჰქონდა შენთან საქმე. მუჟუჟის რეცეპტი უნდოდა, ხო. კარგი. მოიცა მეორე ნახე, მოდი. მეორე აბა. აი, ბუშტი. აი ნახე. მე ხო ბეღურას მეძახის და იმ ვიღაცას ბუშტს.
ეს ბექარი ჩემი ძველი ნაცნობი. და რაღაცა ვაკანსია მაქვს სამსახურშიო და შენზე უკეთეს ვის მივიღებ. აბა. და ეს გასაუბრება უბრალოდ ფორმალობაა რა. რა კარგია თიკა. აუ ისაბა ძალიან ძნელია ხო ეს უმუშევრობა. ძალიან მეჭირს ანანო მართლა ძალიან. და აი როგორ თიკა გყავს? რა ვიცი, არაფერს არ ვაკეთებ. აი სახლში ვზივარ და ვკითხულობ რა სულ. აი მე კითხო იცი მეც როგორ მიყვარს. აუ აი ბოლო დროს რა წაიკითხე? რა ვიცი, ძალიან ბევრს ვკითხულობ მართლა ამ ბოლო დროს. სიტყვა და საქმე წავიკითხე. 1001 განცხადება წავიკითხე რა. ირაკლია. ალო? ხო ირაკლი. მარიკა შენ ხარ? თიკა ვარ. რა ვიცი, თიკა ვარ, შენი მეზობელი. ირაკლის მობილურით რატომ მირეკავ? მართლა? ვა, რა მაგარია? კარგი, გამოგივლით. მარიკა იყო. რა? ირაკლის მე მგონი რაღაცა სამსახური უშევია ჩემთვის. აი მე რა კაია. აუგიოცა. სანდრო, როგორ ხარ? სანდრო. როგორ ხარ? სანდრო. რა გჭირს კიდე ყელი გაგიცივდა? აი მე სანდრო რა ხდება ხომ მშვიდობა? სანდრო. რეკორდს ვამყარი. რაღაც პერიოდი ხმა არ უნდა ამოვიღო და გინესის წიგნში ჩამწერა. გასაგებია. და სანდრო, ეხლა ვერ ლაპარაკობ. მე მიშლით ხელს. არ მაცნეთ რომ შევიდე გენიოსების წიგნში რა. სანდრო, როგორ ხარ? როგორ იქნებია? სათხარ დაკარგული რაღაც იშვიათად შემოდიხარ ხოლმე. ვეცა სალომე. მითხარი დღეში ერთი ადამიანი ყველაზე ბევრჯერ რამდენჯერ შემოდის აქ? 4-ჯერ 5-ჯერ. აჰა. ესე იგი, ერთ დღეში შემოვა ბევრჯერ და რეკორდი ჩემია. მაგარია სანდრო. საქართველოს ათეულში უნდა რა შევიდეს. რა ათეული? პირველი ხარ სანდრო, პირველი. თქვენ რა შვებით? ჩვენ რა შვებით და აი თიკა ელოდება ვიღაცა სამსახურის თაობას და ველოდება. სანდრო, მე მგონი იურიდიულ ფირმაში ვიწყებ მუშაობას. ვა, კოლეგა. იცი, ბავშვობაში მე ძალიან მინდოდა ადვოკატობა, მაგრამ მამაჩემ არ მირჩია. მითხრა, შენგან კაი ადვოკატი არ გამოვა, აი აზროვნებაში სიმწყობრე გაკლია. ხო. არ დაუჯერო ანანო. გატყუებს, მამაჩემი დღემდე მაგას მეუნება, მაგრამ აჰა. მაკლია მე ახლა სიმწყობრე? არა, სანდრო, რასამობ, რა სისულელე. ой, ისე თუ გინდა დავრჩები და ერთ-ორ სიტყვას ვეტყვი მე, ხო ეხლა იურისტი ვარ და. აუ, არა, სანდრო, ძალიან გთხოვ, მართლა ძალიან მინდა რომ სამსახური დავიწყო. კარგი. მაშინ წავედი მე და თუ რამე დაგჭირდათ, ათეულში ვარ რა. აუ, ირაკლია. ოკეი, დამიწყებ დათხოვზე ლაპარაკს შეურიგდი, შეურიგდი. მაგრამ შენც არა იყო. აუ, სწორია ხო არა ვიღებ. აი ესე. ანანა, მამის მინდა ძალიან გთხოვ რა, ბექა რომ მოვა, შენც დამეხმარე ხო? აი მე თიკა, როგორ არ დაგეხმარები, მაგრამ მეც აი ამ იურიდიულ საკითხებში რო ვერ ვერკვევი. არა, ანანა, მაგაში კი არა. სანდრო თუ დაბრუნდება, ძალიან გთხოვ, გაიტყუე და გაართე რა. ირაკლი მიგზავნის მესენჯერს. რატომ არ პასუხობ ყურმილს ქალბატონო? ვერაფერს ვეღარ დამიმალო, ყველაფერი ვიცი შენ და ჩემ ქმარზე. რა? მე ესე როგორ დათვრა? թե შუა დღეა ჯერ. წადაურეგოთ. ალო. მარიკა შენ ხარ? ანანო ვარ მარიკა. მარიკა რა მესიჯი გამომიგზავნა წაღან? თიკა. ბექა როგორ ხარ? კარგი. შენ როგორ ხარ? კარგად. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. კარგი რა თიკა, რა მადლობა. ისე ძალიან გამიკვირდა ბანკიდან რომ წამოხვედი. ხო, მასა მოხდა. ანანო, ეს არის ბექა. ბექა ეს ანანოა. სესიამონოა. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. თქვენ სამსახური გნებავთ? არა, მე არა. მე თიკას მოვყევი.
ისე მოყევით. დიახ, ისე მოვყევი. იცი თიკა არის ჩემი მეგობარი და ძალიან უნდა თქვენთან სამსახურის დაწყება, იცი? და აი მეც გამოვყევი, რა ვიცი, ეგ რამე დავეხმარო თქო და თიკა, აი ეს არის ბექა. აკეთილი ხარ თანანო. ბექა, საქმეზე გადავიდეთ ხო? რა თქმა უნდა, საქმეზე. ანანო, გათხოვილი ხართ? ბექა. უი, უკაცრავად. ხო, მოკლედ, თიკა. რამოდენიმე კითხვა მაქვს. ისე უბრალოდ ფორმალობისთვის, ხო იცი? უფროსთან უნდა შევიტანო. გასაგებია. ესე იგი, ინგლისური თუ იცი? კი. ანანოს ვეკითხები. იცის ინგლისური? ხო, მოკლედ, თიკა, ბანკში რამდენი ხანი მუშაობდი? თითქმის 2 წელი. 2 წელი. ანანო, რამდენი წლის ხართ? 28, რა ვიცი. 28? ჩემი საყვარელი ასაკია. ხო. ხო, აი ესა. თიკა, მოკლედ, დამთავრებული რა გაქვს? ფინანსები ბექა. ფინანსები. ანანო, რა მუსიკას უსმენთ? რა ვიცი, ძირითადად soul. ჩემი საყვარელი მიმდინარეობა. ხო, თიკა, მოკლედ, მაგისტრატურა გავლილი თუ გაქვს? კი, გავლილი მაქვს ბექა. აჰა. ანანო, ჰოროსკოპით რა ხართ? აი. მარჩბივი. ვაიმე ბექა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენი საყვარელი ჰოროსკოპის ნიშანია. კარგი, მოკლედ, სულ ეს იყო. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ჩვენთვის. მოკლედ, საღამოს დაგირეკავთ. ბექა, შენი იმედი მაქვს, ხო? უი, ხო, თიკა, შენს დაგირეკავ თუ რამეა. შენ თუ არ ხატავ? უკვე დავხატე. ხოჩ. ეს რა არის? ვაშლი სად არის? რატო არ ხატავ ვაშლს? რა ვაშლი? რა უგო? ეს რა არის კალენდარზე? მას აქედან კარგად არ ჩანს მას. მიდი დააბრუნე თავის ადგილას. უყური ამას. ეხლა არის ვაშლი? არის? ხო და დახატე. რა არის ეს ვახო? ესეთი უყური აქ ხა იმ დოგს, ა? რა ვქნა მას აქედან ასე ჩანს. უკვე ხმაურია. შერაშები. ამდენი ხანი ვერაფერი ვერ დახატე. ხო, ცოტა სწრაფად ხატე. კალენდარზე. დიახ მას. დაჯექი. კარგი. ხო, ირაკლი. მარიკა, შენ ხარ? ხო, დათო ვარ, აბა ვინ მიქცევი? რა იყო? აჰა, კარგი. მოიცა რა სახელი თუ ყავარ შეყვანილი? ყივჩაგი რა არის ეხლა? კარგი ხო, კარგი. კარგი, მორჩა ბავშვი მომწევ დახატე. დროს. მორჩა. მოდი. დათომას ხო კარგად დავხატე? ისე რა. რუიას დაგიწერ. არა რა, 10-იანი მინდა მას. მაქსიმუმი 9-იანი. მორჩა. მაშინ ჯეირანი ვითამაშოთ 10-იანზე. კარგი. ჯეირანი. მას მოგიგეთ. კალენდარზე. დათომას, ჩემი და ანანოს ნახატი ერთად დადეთ რა. შენ კიდე ვერ შეეშვი ჟანანოს. აი გაიზრდები თორნიკე, გაიზრდები და მე მივხვდები, მაგრამ მე გვიანი იქნება. დათომას, თქვენი ანანა როგორ არის? ჩვენ ერთად აღარ ვართ. ვა! დათომას, ეხლა შეიძლება დავურეკო. მიდი გადი, ხა მიდი აქედან გირი. უყური ამას. დათომას, მშობლები არიან თქვენი ნახვა უნდათ. მშობლები ჩემი ნახვა.
კარგი, დაუძახე მე მოვიდე. ეხლა რა გაუნდათ? რა მებძვიან რა. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მე თავიდანვე გეუბნებით რომ პირველად მე ჭიკარტი კანადაცისთვის არ დამიდია. ჩვენ დღეს სულ სხვა საკითხზე ვართ მოსულები. მოიცა სხვა საკითხზე? ბატონო დავით, თქვენ ალბათ გახსოვთ რომ მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ადრე თქვენი. აჰა, ესე იგი, ადრე იყავით წინააღმდეგი, ესე იგი რა გამოდის? ეხლა ხარ დავწადით, თქვენი სახელი? აზა. დავწადით. თქვენ დავწადით კალანდაძის შობილო დავწადით? მაგრამ იცით რა ხდება? ჩემ შვილს ისე შეუყვარდით, რომ სახლში სულ თქვენზე ლაპარაკობს. დღეს დათო მასწავლებელს უჯრაში კალია ჩაუსიო. დღეს დათო მასწავლებელს კოჩი მივაწებე ზურგზე. დღეს დათო მასწავლებელმა გაკვეთილიდან გამომაგდო. მოკლედ ისე უყვარხათ, მთელი დღე თქვენზე ლაპარაკობს. მეს მიყვარს ძალიან თქვენი შვილი. რა საკითხზე შეწუხდით? შეესაბამებით, ჩვენ შვილებს ძალიან შეუყვარდათ ხატვა და საკმაოდ კარგად ხატავენ. ეს რა თქმა უნდა თქვენი დამსახურებაც არის. ქალბატონო აზა ეს ყველა პედაგოგის ვალია. მეც ვცდილობ არაფერი არ მოვაგო. დიახ და ჩვენი თხოვნაა. რა თქმა უნდა თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ ჩვენ შვილებს დამატებითი გაკვეთილები ჩაუტაროთ ხოლმე. სახლში რომ ამეცადინოთ ხოლმე. ეხლა რა არის იცი მე კერძოდ ბავშვებს არ მომეცადინებ, იმიტომ რომ რაც შეეხება თანხას პრობლემა არ არის, გადავიხდით. როგორ თანხა პრობლემა არ არის? არ არის. იქნებ გითხრათ თანხა და დღესვე დაიწყებდნენ ბავშვები მეცადინეობას. მე გითხრათ? ეხლა 50 ლარი. 50 ლარი? ხო, არა. კარგით, შევთანხმდით. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. თუ შევთანხმდით, დღეს შეგიძლიათ მოიყვანოთ თქვენი ბავშვები. რა მე კითხები ხომ არ გაქვთ კიდე? არა. ისე თქვენი ბავშვები ძალიან კარგად ხატავენ. წავდეთ აი განახებთ. აი შეგდით? გული. როგორი დაკატული აქვს მერხზე? ცოცხალივით არ არის? ეს ფეთქავს. აი შეგდით როგორ ლამაზად აქვს ამოტვირფრული ასოები რონალდინიო. აი იქით კალანდაძემ დახატა. აი კალანდაძის ნახატი. ეს ჩვენი მუსიკის მასწავლებელია, პედაგოგი ასე ვთქვათ, დუდუკა. ხელად ცხვირი აქვს რა. ხო, სინამდვილეში ესეთი ცხვირი აქვს. უყოშა კალანდაძე დაარტყი. თავისუფლები ხართ, შეგიძლიათ წავდანდეთ, მე მოვალ თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით. ძალიან დიდი მადლობა, კარგად ძანდებოდეთ. ნახვამდის. ნახვამდის კაბატონო აზა. აჰა, ესე იგი რა გამოდის? მე თვეში პლუს 100 ლარი მექნება, ანუ ხელფასი 100 ლარი პლუს ზაღლის გასერნების პული, გარაჟის დოლარები, ესეც შენი რამდენი გამოვიდა? რა მშულობა, ძალიან ბევრი გამოვიდა. გასკდა თავი რა, გასკდა რა. დიახ. შეიძლება ბატონო ირაკლი. მოვძანით გოგოებო, მოვძანით. როგორ ხართ ბატონო ირაკლი? აი მე თავი მისკდება რა, წნევა მაქვს მე მგონი. რა ქენით იცით ბატონო ირაკლი? ენაყაში მიიღეთ. ოჩაღნინი თქვენ რამე სხვა არ მირჩევთ და თეა დიახ მახსოვს თეა ბატონო ირაკლი ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ეგ არის რა ესე იგი შენ სამიანი შენ ხუთიანი წნევა წესრიგშია ელეონორა რატო ზიხარ
ხარ ასე შორს. მოიწი ახლოს. არა, მადლობთ. აქ ვიჯდები. თორემ თქვენი მეუღლე რომ შემოვიდეს და ისევ სკანდალი აკეთოს, არ შემიძლია. ნუ ერთობით. გადავიდეთ ლექციაზე. არა, მისკდება ეს თავი მაინც რა, არა მაქვს ლაპარაკის თავი. აბა შეკითხები ხო არ გაქვთ რამე გისმენთ? დიახ. ბატონო პროფესორო, ორი მდივანი გყავთ? რა ორი მდივანი? აბა ის ელიზბარი ვინ არის? სულ შემოსასვლელში რომ ზისი. ეგ დიდი ისტორია, სხვა შეკითხები ხო არ გაქვთ? ესე ბატონო ირაკლი, მთავარი ანესთეზიოლოგი და რეანიმაციის სექტანი ცოლ-ქმარი არიან თუ? არ გამოგეპაროთ თქვენ არაფერი. ეგ კიდევ უფრო დიდი ისტორიაა. სხვა შეკითხები? ბატონო ირაკლი, აი იშემიური ინსულტის დროს კერა რენტგენოლოგიურად ყალიბდება დაახლოებით 24 საათში და ეს რა მაინტერესებს, აი 48 საათში შეიძლება რომ ტრანსფორმაცია განიცადოს? ეს მართლა თქვენი ჯგუფელია თუ სამინისტროდან არის შემოგზავნილი? ნათია, შემოდგინე წელი, შემოდი. ნათია, ჩვენ პრინციპში თეორიული კურსი მოვჭით. ახლა ჩაიყვანე გრიგოლ მემსაძესთან და პრაქტიკული კურსი დააწყებინოს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. მიდი. კი ბატონო ირაკლი, მაგრამ რომ არ მიიღოს? პირველი შეუშვით ელეონორა და აუცილებლად მიიღებს მიზის იმას. მოგზაით ელეონორა. ირაკლი ქიმო. რატომ ირეკავს? მოიცა ნათია რა გირეკავა რა. ალო? ნათია ვარ მდივანი, თქვენი ბრძანდებით. მე მოხდი სხვაგან, კი მაგრამ თქვენ მირეკავთ და სხვის ტელეფონიდან. ალო. ირაკლი ქიმო. რა ხდება? აი ნათია, რა ვიცი, რა ხდება, რას მეკითხები, რა ვიცი მე რა ხდება, ცუდად ვარ ხო ხედავ ნათია მომისვიდე რა. მართლა არ ვარ კარგად. მე ახლა წავალ სახლში ცოტა ხანი წამოვწვევი მშვიდ გარემოში დავისვენებ. შენ ეს მითხარი გოგი კაბინეტშია? არა, იმ სამ ბიჭთან თავის რეზიდენტებთან ერთად შემოვლაზია. პალატებში არიან? არა, პალატები შემოვლა 1 საათის წინ დაამთავრეს. ეხლა სახინკლეები შემოვლაზია. ამე ხო არაფერში ბედი არა მაქვს. შედილოდება. სალომე, ეს ბარი რამდენი კვადრატულია? რა ვიცებო? 80 არა. რა გადაწყვეტეთ გაყიდვაზე? დამიჯერეთ რა ხალხნო, არ წააგებთ, მომენდეთ. გამარჯობა. ვაიმე დავაგვიანე ხო? ბოდიშს ვიხდი. ვაიმე დღეს გავყიდე 3 ბინა და გადავიღალე. ხო ესე რა თქვენ დალებთ რამეს არა მადლობ სალომე ერთი წვენი თუ შეიძლება აბა როგორ არის ჩემი საქმე 2 დღის წინ ბინა უნდა გეჩვენებინათ კი უნდა მეჩვენებინა ვაიმე თუ არ ცდები თქვენ გარეუბანში გინდოდათ კარგი ბინაა ლილოში არა იცით მე უფრო ცენტრისკენ მინდა ოროთახიანი და ორი ერთოთახიანი რომ იყიდოთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნება თქვენ დამერწმუნეთ პრობლემა ამაზე არ შეგექმნებათ იქ გადაფორმებას აჯარო რეესტრი არაფერი თქვენ პრობლემა არ გექნება იცით ეგრე არ მაწყობს თან 3-ოთახიანი გითხარით თუ გახსოვს 3-ოთახიანი ეხა რა ხდება გენეცვალე ეს ეკონომიკური კრიზისი რომ არის 3-ოთახიანი ბინების საშინლად არის გაძვირებული აი საშინლად მოკლედ დღეს შეგიძლიათ მაჩვენოთ ბინა თუ არა? რა თქმა უნდა. ერთი წუთი გენძ. დიახ გისმენთ. დიახ პრებედინა. ჩემი კლიენტი. იცით რა არის? ეგ ისეთი ფასია ქალბატონო რომ აი კლიენტი არ გამოჩნდა. არა ხო ხედავთ არა რომ ქვეყანაში როგორი ეკონომიკური კრიზისია და ხა ჩემი რეკომენდაციით რა ვიცი თუ გაითვალისწინებთ ეგება ცოტა დააკლოთ ფას. კარგით მოიფიქრეთ და დამირეკეთ. კარგი. რა ხალხია? ნუ აი ახკმა რა აქვთ რა. თამარ
გეხოცები წვენს რო დალო ჭხრები არ გადაყარო რა. რატო? 1000 წელი უნდა შევაგრო სანდრო მთხოვა. ნუ კარგი. ესე იგი დღეს ბინას მაჩვენებ. დღესვე გაჩვენებ მე შენ ოროთახიანს, მაგრამ ძალიან გაძვირებულია. ვერ გაწვდები, აი ვერ გაწვდები. არა იცით მე სამიანი მინდა და თან კუთხის ბინა მინდოდა და აი აი მე გენაცვალე, მესმის შენი, მაგრამ ამ ეკონომიკური კრიზისის დროს კუთხის ბინები ჭირს. აი არ არის, ჭირს. თქვენ ხომ მითხარით რომ ბინა მაქვს ნახე და უნდა გაჩვენოთო? კი, გაჩვენებთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ემე. ერთი წუთი. ხო ირაკლი? მარიკა შენ ხარ? კარგი შემოვივლი. ბინა ხო მოგწონს მარიკა? კარგი. აი ესე, ჩემი კმაყოფილი კლიენტები მირეკავენ, მეპატიჟებიან. აი მე ბინი ხო იცით, ვისი მეუღლე? ირაკლი ჩხედი, პროფესორი ირაკლი. 60-ოთახიან ბინას მე თქვენ დღესვე გაჩვენებ. ძალიან კარგი. კი. კარგით საღამოზე დაგირეკავთ. კარგი დამირეკე, არ მოგერიდოთ. აი მე ჩემი მობილურის ნომერი ხო იცით? კი რა თქმა უნდა, იმდენჯერ დაგირეკეთ რომ აი სავიზიტო ბარათი ჩემი, იქნებ დამიბრუნოთ რა, ჯერ ძალიან ცოტა მაქვს. კი ბატონო. რა ძაღლი ისე ხდება ხოლმე. კარგი, დამირეკე. კარგი. ესპერანგია დათუნა. ხო ეგარი ხო მიდი იმ ოთახში შეაგდე დროზე მოდი გააგზავნე. მალე განანგაზე. ასე კარგია დათომას. დათომას თუ შეიძლება ნუ ინძრევით მეშლება. დათომას ნახეთ რა. დათომას ნუ ინძრევით მომთავრა. რა 50 კი რა 100 უნდა გამომეთვა. მაჩვენე კალანდაზე. რა რე ბიჭო ამ ხელში მიჭირავს მე ეს ხმალი, ჰა? ყურადღებით. შემაჩვენე. კარგი და აი ესე ვდგავარ ხა, ესე მაქვს მე ფეხები, ჰა? მანახი ერთი. ხო. შემაჩვენე. თქვენ გადამრევთ მე რა ყურადღებით იყავით ბავშვები რა დაგემართათ ეგრე ვარ მე მაჩვენე აწეს ხო აჰა დათომის ეს თქვენი სახლია? არა ბიძაშვილის აი ხო გითხარით ამას ისეთი მანქანა ყავს ასეთი სახლი არ ექნება. აი 100 არა 200 უნდა გამომეთო 200 და მაჩვენე დათო რა დაგეცე ეს არის ბავშვები არიან მე დამსაჯე გამოდი აქეთ გამოდი კაცი გამოდი შენი სუსხლის ისა მაგ თავი ხატავენ ბავშვები გვაცარე ერთი რა ხატავენ მე კიდე ვიფიქრე ბავშვებს გადავარჩენ საგმირო საქმეს ჩავიდნენ თქო და ისტორიაში სანდრო გადამრჩენელი სახელი ჩავიდა რა ვქნა სანდრო დაგიყო ჯობია ისე რეკორდებს მიაწვე ეს ან ისე რა კიდეცი მატრებელი გაათრიე ყურებით კატერი აწიე დავის რაღაცა მოიფიქრე შენ ჭვიანი კაცი ხარ სანდრო ბავშვებო ეს არის სანდრო ესენი არიან ბავშვები სანდროს უნდა რეკორდი დაამყაროს რეკორდების დამყარება უნდა ამას რეკორდი უნდა დაამყაროთ? ზურშნებზე რომ დაწვეთ? ჭიქები რო შეჭამოთ და სახურავით რა გადმოხტათ? კარგით მორჩით მაიმუნობას გააგზავნეთ ხატვა მე მომიგიფიქრე სანდრო რა მოდი დადექი მოდი დადექი
გამომართვეს. ესე იგი დაწუნო დიდხანს გაუმძვრელად იდგები. უფრო გაქ შანსი რეკორდები სტეიჯში შექმნილი გინესი. აუ აი ძმა ხარ. მიდი, ჯერ აკე ესე დაიჭირე. ესე რაინდი ხარ ხა შენ გაბრაზდი სანდრო? გაბრაზდი. აკე ბავშვო რაინდი მიცა სანდრო? აი ხა. აი ესე. აი ესე. ცოტა მოიხარე მუხლებში? კარგი. აი ეს. აი მანახი და რა არის ეს? უფრო დაკვირვებით. ესეთი ჭკვიანი თვალები აქვს ამ რაინდს. დააკვირდი კარგად. დაიწეხადო. აჰა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ირაკლი. მოხდი? დიახ. მოედი, დათომას. ცარცი მოვიტანე. ცარცი. მოიწიეთ. ეს არის ის მსუქანი ექი. ხო, კარგი. აბა ბავშვებო, დღევანდელი გაკვეთილი დამთავრებულია, დირექტორი მოვიდა ძალიან ბრაზილია. მე გავაგზავნოთ. დათომას წავიდეთ? ხო, წავიდეთ. აბა რა გითხარი ხა შენ? ძალიან დიდი ბრაზილიანი დირექტორი ყავთ. მომეცი ეგ ნახატები, მომეცი იყოს დაანიმე მაგასთან. ჩაიც დროზე, მით წად. აბა, დროზე. ერთუდი ბავშვებო ეს დამოვიწყდა კინაღამ. შემდეგი გაკვეთილისთვის თქვენ მშობლებს უთხარი 1000 ლარი მოიტანა. რატო? ამ ხელა რაინდი რომ დავაყენეთ აქ ხელფასზე არ უნდა მას ა? მიდით, აბა, დროზე. დახვამდის. თავისუფლად, სანდრო, თავისუფლად. წავიდნენ ბავშვები. არა ირაკლი, მე დგომაში რეკორდი უნდა დავამყარო. ხო იცი ახლა თქვენ ყველანი უნდა მომეხმაროთ. სამშობლო საქმეს ვაკეთებ. ვიცი სანდრო, რა თქმა უნდა, როგორ არ ვიცი. ვიდგები რა ირაკლი, ხო? კარგი, სანდრო. ისე სიმართლე გითხრა, მე მერჩივნა კარებთან დამდგარიყავი, კაცი შემოვიდო და ქურთუქს დაკიდებდა. თითქოს გინაცალი შენი. გამარჯობა ირაკლი. მოგზანდით. აი, ამ ბინაზე გეუბნებოდით. შეხედეთ, როგორი ნათელი ოთახებია. აი, მიბზანდით, დაათვალიერეთ. მიბზანდით, ნახეთ, როგორი ნათელი ოთახებია. მიბზანდით. ირაკლი, შენ ხომ კმაყოფილი ხარ ამ ბინით? კი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ხო. დათო, შენ კმაყოფილი ხარ არა მაგ ოთახით? გამარჯობა. კარგით რა ხალხონა, კარგით რა, ცოტა მაცალე და მე თვითონ წავალ აქედან რა. ესენი მოკლული ხაკიდია რა. პრინციპში ძალიან კარგია მოვეწონა. ოღონდ ცოტა ძვირია. ცოტას თუ დაგვიკლებენ, დღესვე გადმოვალთ. ხო. დღესვე გადმოხვალთ? სანდრო, მომეცი ხმალი. ეხლა თქვენი წასვლის დრო, აი მე ხმალიო მოვიფიქრებო. ხო. და მოვიფიქრებო. ავეჯის გატანა თუ შეიძლება თუ? როგორ არ შეიძლება? ავეჯის და იმ ხლიანი კაცის გატანა შეიძლება. გავიდა. ხო, მიბზანდით. ხო, ნათელი ოთახები, კარგი, სუფთა, კარგით გენეცელი და მე ხო. კარგი. ბაი, ირაკლი, რა უნდა მეკრა, სამოთახიანი ბინა, რომ არ მეჩვენები და ბიზნესი მივარდებოდა. ხამა. ვინ ეკვნენ ესე? ცოლქმარი. და ეს ცოლი გათხოვილია? აი? რა? ვითამაშებს ნევა ისე. აი მე? ხან დავარდება, ხან ავარდება. წავალ მე წამოვწვევი, თამარ, მართლა არ ვარ კარგად რა. მიდი, ირაკლი, მიდი. ამას მიაქცევ. სანდრო, რა არის? რას აკეთებ აქ?
რეკორდს ვამყარებ დგომაში. მე ეს ოჯახი რო არ შეაწუხო გენაცვალე, ვერ ხვდები? მე გაქირავებინებ ბინას, იაფეთ შედი და იდექი რამდენ ხანს. თიკა. რა შვები. ნახე სამსახური. აი ახლა ცოტა მაგისტრის მოვედი ირაკლისთან. მარიკამ დამირეკა. მე მგონი სამსახური გიშოვა. ხო, კარგია. ხო, სანდრო. შენ რა საკეთებ? აი მე თიკა გაანებე რა თავი, სადაც 1000 პრობლემა გაქვს. თიკა გააღე რა. თიკა. ვა, სანდრო, ყიზილბაშები შემოგვესივნენ? რა ყიზილბაშები? ანანო, მე-20 საუკუნეა პენტიუმსამები და ისინი გამოდის. ანანო. ხოიცი ბექას არ დაურეკია ჯერ ჩემთან. ხო, მე დამირეკა. მართლა? ხო. რა მერე? რა და ხვალ კინოში მოდი და ზეგიდან სამსახურში. ხო, ერთი დღე არ იყო ეხლა ისე. მოიცადე თამარ. ჩემზე არაფერი არ უთქვამს. ვაიმე, კითიკა, შეზე როგორ არ მითხრა? იცი რა მითხრა? ბავშვობაში მე და თიკა ერთად დავდიოდით მუსიკაზეო. იცი, ირაკლი არ არის, ირაკლისთან ვარ მე მოსული. მარიკამ დამირეკა, რომ ირაკლის რაღაცა სუდანზე უნდა რომ დაგელაპარაკოსო. მეც ირაკლისთან მაქვს საქმე. არა, ირაკლისთან მეც საქმე მაქვს, იმიტომ რომ მარიკამ დამირეკა ბინების ფასები აინტერესებსო. ანანო, გააღე ხლა, ვინ გაგიღებს? ისინი არიან. გამარჯობა. ვა, სანდრო. მანდრასაკ. ათეულში შევდივარ. ო, ათეულში შედიხარ. ირაკლი სად არის? მარიკამ დამირეკა დანება უნდა ველოდება. ხო, მეც ირაკლისთან მაქვს საქმე. მუჟუჟის რეცეპტი რომ უნდოდა გავუყიე. აგერ მაქვს, რა ვიცი, მარიკამ დამირეკა და რა ვიცი. აი, ირაკლი. ირაკლი, სამსახური მართლა მიშავა. ირაკლი, შენ რო გაინტერესებდა ბინების ფასები, ახლა არის საგრძნობლად დაცემული, მაგრამ გაზაფხულამდე მოიცადე, კიდევ უფრო დაეცემ. ირაკლი, ახლა მე ძალიან ბევრს ვერ დავრე, ხვალდილი თუ არა საგდო. მუჟუჟის ორი რეცეპტი რა მაგარია, ირაკლი არის ხალ. ეხლა მოიცა. რა მუჟუჟი, რა სუდანი, რა ბინების ფასები? მართალია, ეს ადამიანი ცუდად არის, არ უნდა შეხვდეთ ამის მდგომარეობაში, ჩადექით რიგში. მე მოვედი პირველი დავდგები, ჩემს მერე მოვიდა ეს გოგონა. ერთი წუთით გასაგებია. ამ გოგონას მერე ერთ გადავძანდით უკან მოვძანდით მე და ლაშა, აი აქ დავდგებით. თქვენ ცოტა უკან გაიწია, თქვენ მერე მანდიდექი. თუმცა კარი ვინ გაგიღო? რაში მაინტერესებს? ხარ ორი შეიძლება უკან ცოტა წესიერა. ვაი მე ვიძუ რაღაცას ვკითხავ და თავარ მე. ირაკლი. უკაცრავად რა, ერთ წუთი გავარკვევ რა, ბოლოს კი ბრძანდები. ეს მე ვიქცე. გააგრძელეთ. დადექი. ირაკლი. მარიკამ დამირეკა ირაკლის აინტერესებს ბინების ფასებიო. მე ჩემი ყველა საქმე გადავდე და მოვედი. რა ხდება? მოიცა. რა? მარიკამ დაგირეკა ჩემი ტელეფონი? დიახ. ყველას მარიკამ დაურეკა? ყველას მარიკამ დაგირეკა. იო. რა ხდება? ირაკლი მიდექიო. მობძანდი ქალბატონო. თოთ. ეს ურიგოთ მისვლა რა წესია? კულტურა რა. თეთევან, მაპატიეთ, ჩაწერილი იყო წინასწარ. მომეც ჩემი ტელეფონი. მომეც. ირაკლი, აი ეს შენი ტელეფონია. აქ დაგრჩა. ეთყობა დაეჭირა და ესე ყველასთან დაირეკა. უკაცრავად კითხვა მაქვს. როგორ ხასიათზეა?
ეხლა განახებთ მე თქვენ. როგორ უნდა ტელეფონით ხულიგნობა? ალო? დედიკო, ხო მარიკა ვარ. ჩურჩულებ დედიკო, არ მინდა იკაკო გავაღვიცო. ხო, დედიკო, და შენ ხო არ გაგაღვიცე? კი. ირაკლის მინდა სიურპრიზი გაუკეთო. ხო და მამას 20 ლიტრიანი ღვინო აჩუქეს. შეგიძლია რომ მომცე? ხო და დედიკო, კიდე ის კიტრის წნილი ირაკლის რო ძალიან მოეწონა. რამდენი კილა? ყველა. ხო, დედიკო, ოღონდ შენ ნუ შეწუხდები, არ მოხვიდე დათოს გამოუშვებ და ის წამოიღებს. ხო, კარგი დედიკო, კარგი, მეც მიყვარხარ დე. ესე იგი ღვინო მაქვს. წნილი მაქვს, მე ხლა მე მინდა გოგი.